ადამიანების 95%-ს აინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი, ვისაც უბრალოდ გაუგია ან შორიდან აკვირდება ბიტკოინს და ფიქრობს ღირს თუ არა მისი შეძენა. სანამ პასუხს გავცემ, გამომიწერეთ დამისვით მსგავსი კითხვები, რაც თქვენ გაწუხებთ და აუცილებლად გიპასუხებთ. რაც შეეხება ამ კითხვას, ორი სხვადასხვა მიმართულება აქვს. ერთი ბიტკოინის ფასი დავარდეს და მასზე მოთხოვნა გაქრეს და აღარ აიწიოს ფასმა და მეორე საერთოდ გაქრეს ბიტკოინი. სანამ ორივე ვარიანტი ჩავშლი და განვიხილავ, პატარა პრეისტორიასავით მოგიყვებით, 2008 წელს მოხდა მსოფლიო კრიზისი, რამაც გამოიწვია ბანკების კომპანიების ჩამოშლა, გაქრობა, ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, თავიანთი დანაზოგები და ამას ძირითადად იწვევს მონეტარული პოლიტიკა სახელმწიფოების, მაგალითად ამერიკა წელსაც გეგმავს ტრილიონზე მეტი დოლარის დაბეჭდას, რომლითაც უნდა დააფინანსოს ომები, სხვადასხვა პროექტები, რომელიც უშუალოდ არა ადამიანების კეთილდღეობასთან შემხებლობაში. და ასე იქცევა სახელმწიფოების სრული უმრავლესობა. ისინი პოლიტიკოსების ახირებების დასაფინანსებლად ბეჭდავენ იმ ვალუტას, სადაც ჩვენ ვინახავთ, ჩვენ დანაზოგებს ვიღებთ ხელფასებს და მოკლედ ამის ალტერნატივად შექმნა სატოში ნაკამოტომ, არ ვიცით ეს ადამიანი ერთია თუ ჯგუფი დგას ამ სახელის უკან, ბიტკოინი, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ ადამიანებს თავიანთი შრომის შედეგი ქონოდათ დაზღვეული და ამას უზრუნველყოფენ იმით, რომ ბიტკოინი იქნება მხოლოდ 21 მილიონი და ვერავინ ვერ გამოსცემს დამატებით ბიტკოინს. თავად შემქმნელსაც კი არ შეეძლო მას შემდეგ, რაც კოდი ჩაუშვა, ამ ყველაფრის შეცვლა, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ბიტკოინის ფლობელების 50%-ზე მეტის თანხმობა, ანუ კონსენსუსი უნდა შედგეს ამ საკითხის შესახებ და შემდეგ კი ბატონო, მაგრამ ეგ არ მოხდება, იმიტომ რომ ისინი სწორედ ამის გამო არიან ბიტკოინში. ფასის ვარდნას რაც შეეხება, ფასი ვარდება, ვარდნის გარეშე აღმასვლა არ ხდება, ახალი მაქსიმალური ფასის დაფიქსირება არ ხდება და მე ჩემ ვიდეოებში ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ველოდები ვარდნას და მინდა რომ ვარდნა მოხდეს, იმიტომ რომ მეტი ბიტკოინის შეგროვება და ყიდვა მოვახერხო, დაგროვება, ასე ვთქვათ, და ეგ ჩვეულებრივი მოვლენა და პროცესია. და რაც შეეხება მოთხოვნის არსებობას ბიტკოინზე, რას ფიქრობთ, რომელი ფულია ბიტკოინზე უკეთესი დეცენტრალიზებით, იმით რომ დაზღვეული არიან ადამიანები, რომ არ დაიბეჭდება ახალი ფული ამ ვალუტაში. მე ვერც ეს ვერ ვხედავ, თვით ოქროც კი ბევრისთვის სანდო არის ოქრო დანაზოგების შესანახად, მაგრამ ისიც კი ყოველწლიურად 1-2%-ით მეტი შემოდის მიმოქცევაში. აქ გამორჩა რომ მეთქვა დღეს უკვე სახელმწიფოებმა შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც ბიტკოინს სარეზერვო ვალუტად ამატებს. ადრე მაგალითად ეგეთი იყო ოქრო და დღეს იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეგეთ სარეზერვო ვალუტა გახდეს ბიტკოინი და ბიტკოინზე მოთხოვნის შემცირება კი არა ნელ-ნელა გაზრდა და აი ყველა სფეროში შესვლა ხდება. და მაგიტო არ მაქვს იმედი, რომ 20 და 30-ზე ჩამოვა ბიტკოინის ფასი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს. მაგრამ ახლა გადავიდეთ მეორე ვერსიაზე, როდესაც ბიტკოინი უნდა გაქრეს საერთოდ, ამის რამოდენიმე ვარიანტი, შესაძლო ვარიანტი არსებობს. ერთი ადამიანებმა დავივიწყოთ ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ნაკლებ სავარაუდოა, უფრო სავარაუდო არის, რომ კაცობრიობა გაქრეს, მაგრამ ბიტკოინს ახასიათებს ეგეთი ბუნება, თუნდაც კაცობრიობა გაქრეს, როცა ახალი კაცობრიობა აღმოცენდება ამ პლანეტაზე, თუ ერთი მაინერი მაინც დახვდება ცოცხალი, რომელიც ბიტკოინს ამაინინგებდა, იგივე რაოდენობის ბიტკოინი დახვდებათ მათ საფულეებზე და იმ ბლოკიდან გააგრძელებს მაინინგს, სადაც შეჩერდა. ხოლო ყველაზე რეალური ვარიანტი იმის, რომ ბიტკოინი, ასე ვთქვათ, გაქრეს და ფუნქციონირება შეწყვიტოს, არის ის, რომ მაინერებმა დაკარგონ мотиваცია მაინინგის და როგორ ხდება ახლა ეს, რა თეორიები არსებობს და რაზე მიდის მსჯელობა, მაგას მოგიყვებით. 2140 წელს შეწყდება რეალურად მაინინგის პროცესი, ახალი ბიტკოინის გამომუშავება შეწყდება. ანუ დღესაც მიდის ახალი ბიტკოინის გამომუშავება, ანუ 21 მილიონამდე დარჩენილი არის 1 მილიონზე მეტი ბიტკოინი არის გამოსამუშავებელი. და 2140 წელს როცა ეს მოხდება, თეორიულად ხდება შემდეგ ეგეთი რაღაცა. მე რო შენ საფულეზე გირიცხავ მაგალითად ბიტკოინს, ამაში ვიხდი მე საკომისიოს
და მაინერები შემდეგ იქნებიან საკომისიოზე დამოკიდებულები, ანუ მათი გასამრჯელო იქნება საკომისიოებში. ხოლო ბიტკოინის კოდში არის ეგეთი რაღაც ჩადებული, კონსენსუსის შედეგად შესაძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა, მაგალითად საკომისიოს გაზრდის შესახებ და მაინერები რომ დარჩეს ამ ქსელში და გაამაგრონ ეს ქსელი, გაიზრდება საკომისიო იქამდე, რაც მათი мотиваციისთვის საკმარისი იქნება, რომ მაინინგი გააგრძელონ. არის კიდე ის ვარიანტები ვთქვათ, რომ დაჰაკონ ბიტკოინის ქსელი და პირველად ეს წადეს 2010 წელს და წარუმატებელი აღმოჩნდა ეს ცდელობა, დღეს ბიტკოინის ქსელის დაჰაკვა 10 მილიარდი ჯდება და სრული სისულელეა და ვერც მოხდება, იმიტომ რომ როდესაც ცადეს პირველად ქსელის დაჰაკვა, მალევე დეველოპერებმა კონსენსუსის შედეგად შეცვალეს კოდში ცვლილებები შეიტანეს, რამაც უზრუნველყო ის, რომ უფრო მეტად დაცული გახდა ბიტკოინის ქსელი. ანუ და რაც თქვენ შეიძლება გსმენიათ, რომ რაღაც ბირჟები დაიჰაკა, ბიტკოინი გაიტანეს, ასე შემდეგ, მაგას უშუალო კავშირი არ აქვს ბიტკოინის ქსელთან, იმიტომ რომ ის არის ბირჟების კუთვნილება, შეიძლება თავიანთ cloud-ზე ქონდეთ რაღაც კუთვნილი ვალუტა და შესაძლოა საერთოდ არც დაჰაკულა, უბრალოდ ამ ბირჟებმა ფული გაწიეს. ეგეთი რაღაცაც ხდება, თაღლითობა არის ხოლმე, როდესაც ბირჟებზე თქვენ თანხებს კარგავთ. ეს უშუალოდ ბიტკოინის ქსელთან არ კავშირში არაა და ვინც არ იცის და ვერ ერკვევა ზუსტად, ხშირად შეცდომაში შედიან ნიუსების შედეგად. მოკლედ ეს არის სავარაუდო ვარიანტები, რაც გითხარით. და თუ რამე კითხვა გაქვთ დამატებით, დამისვით და შევეცდები კიდევ უფრო მეტად ჩავშალო, რადგანაც არ მაძლევს ეს ფორმატი იმის საშუალებას, რომ ძალიან გრძელი ვიდეო გამომივიდეს. და იმედია მოვახერხებ YouTube-ზე გადასვლაც, რომ უფრო ვრცელი ვიდეოებიც დავდო. აბა დროებით და წარმატებები ყველას გამომიწერეთ, ვისაც არ ყავართ გამოწერილი და ბევრ საინტერესო კონტენტს შემოგთავაზებთ დროებით.